გამარჯობა მეგობრებო. თუ თქვენ ჩემი წინა ვიდეო ბრიჯიტ ბარტოსზე მოესმინეთ, ვიდეოს თუ უყურეთ, ისეთ შეიძლებოდა იცოდით, მაგრამ ჩემს ვიდეოშიც უსმევ ხას, რომ ბრიჯიტ ბარტოს მიუხედავად ჩემი და ამ მილიონობით ადამიანის სიმპათიისა მის მიმართ, აი ეს დედობის გრძნობები ეკლდა, ამას თვითონაც ამბობს, მას არ უნდოდა შვილის ყოლა და ბავშვი რომ ეყოლა, მისი გრძნობები იყო ბევრად ნაკლები, ბევრად დაბალი, ვიდრე ჩვენ უმეტესობას ქალებს გვაქვს. მას ჰქონდა ასევე დეპრესია ბავშვის გაჩენის შემდეგ და მოგიხსენებათ, რომ ყველა დედა ერთნაირი დედა არ არის. ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა არქეტიპები გვაქვს ჩვენში ძლიერად გამოვლენილი. არსებობს მაგალითად დედის ძალიან მზრუნველი არქეტიპი, დემეტრა ჰქვია და ქართველ დედებში ეს არქეტიპი ძალიან ძლიერია. დედა, რომელიც ყველაფერს აკეთებს შვილისათვის და იბრძვის მისთვის და დედა, რომელიც ძალიან ზრუნავს შვილზე. და მისი ჩრდილოვანი გამოვლინება დედა, რომელიც აი ამ ზრუნვას, აი ამ დომინანტურ ზრუნვას და შეიძლება კონტროლში გადაუვიდეს, ვერ წყვეტავს სიცოცხლის ბოლო წუთებამდე. და მიყვება შვილს და შეიძლება მის ცხოვრებას ავნოს კიდეც. ეს ჩრდილოვან გამოვლინებაში, მაგრამ პოზიტიურ გამოვლინებაში ყველას უნდა რომ ჰყავდეს დედა მზრუნველი, მოსიყვარულე. რეალობა კი სხვანაირად გამოიყურება. და მე იმ აზრის ვარ და რაც ვაკვირდები ჩვენ სოციალურ ქსელებს, განსაკუთრებით ფსიქოლოგიურ ჯგუფებს, რომ ეხლანდელ ქართველ დედას ძალიან უჭირს. მე კონკრეტულად არ ვგულისხმობ, მე ვგულისხმობ იმ უამრავ პოსტებს, რომლებიც ფსიქოლოგიურ ჯგუფებში იწერება და ახალგაზრდები ჩივიან ტოქსიკური დედაზე. მამაზეც, მაგრამ იცით, შენახული მაქვს ეს პოსტები და უმეტესად ჩივიან ტოქსიკურ დედაზე. ასევე ჩემი კოუჩინგის და ადრე სემინარის მონაწილეებიც, როცა გქონდა ეს თემა, მამაც იყო თემა, მაგრამ აი როცა საუბარი არის ძლიერ გავლენაზე და ტოქსიკურობაზე და ის რომ არ აწყობილ მშობელთან არაწყობილ ურთიერთობაზე, უმეტესად იყო დედაზე საუბარი და მოდით ახლა აი ცოტა დავაკვირდეთ აი ამ სიტუაციას. ფაქტია ის, რომ ჩვენ გენეტიკურად ვიღებთ ჩვენი ბიოლოგიური მშობლებიდან ძალიან ბევრ რამეს. გარეგნობას, ხასიათს, ეს არქეტიპები, გენეტიკა არის. ხალხური სიბრძნე ამბობს, რომ აიო, ფუძე ითხოვსო. ეს ნიშნავს, რომ რიგი ისტორიები მეორდება ოჯახებში და შეიძლება გადაახტეს ერთ-ორ თაობას და მერე კიდევ გამოვლინდება. ასევე ბაბუის ნაჭამმა მკვახე ხილმა შვილიშვილს მოსჭრა კბილიო, ესე იგი ის რაც ბაბუამ ჩაედინა, მოქმედებს შვილიშვილზე. და აი ამ გავლენის გაქცევა ძალიან ძნელია, იმიტომ ეს არის ჩვენს კოლექტიურ არაცნობიერში და როგორ შეგვიძლია იმას გავექცეთ, რაც გაცნობიერებული არ გვაქვს და რომც გავაცნობიერებთ, მაშინაც ძნელი არის აი ამ არაცნობიერი ქცევის, დავარქვათ, ქცევის და სიტუაციების ხასიათის გამოვლინებების არიდება. ჩვენ ვუყურებთ სამყაროს ჩვენი გენეტიკური მემკვიდრეობის თვალებით. უფრო დავაზუსტებ, ჩვენ ვუყურებთ სამყაროს, ჯერ მამას ვუყურებთ დედის თვალებით და შემდეგ სამყაროს მთლიანად ვუყურებთ დედის, უპირატესად დედის თვალებით. აქედან გამომდინარე,
დედას უდიდესი მნიშვნელობა ანიჭება. ჯერ 9 თვეს ვატარებთ დედის ორგანიზმში და აქვე მინდა რომ ხაზი გაუსვა ერთ თემას, რომელსაც ახლა არ გავშლი, როცა ხდება სუროგაციის სარგებლობა, აი იქაც შეუძლებელია რომ იმ ადამიანს, რომელსაც სხვისი გენეტიკური მატერიალი აქვს, მაგრამ თვითონ კვებავს და ეს გაცვლა-გამოცვლა ხდება 9 თვის განმავლობაში, რომ მისი კვალიც საკმაოდ აისახება ბავშვზე. ეს თემა არ არის შესწავლილი, მაგრამ ლოგიკურია. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ჩვენი ოჯახური და ეს წინაპრებიდან გადმოცემული სიტუაციები, ტრაგედიები არის, ჩვევები არის, კონდეს გაანალიზებული განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენ რაღაცა არ მოგწონს აი ამ სისტემაში, ოჯახია თუ თქვათ შეწინა თაობები და არ გვინდა რომ ეს ჩვენს ცხოვრებაში განმეორდეს. და აი ეს როგორ მეორდება და რადახს ასმევს, მინდა რომ ყველასათვის ცნობილი, ჩემი თაობისათვის ყოველ შემთხვევაში ცნობილი წიგნის მაგალითზე, რომ მოგიყვეთ, მოკლედ გაგიმახვილოთ ყურადღება. მე რომ სკოლაში დავდიოდი, მაშინ ძალიან ბევრი, თითქმის ყველა, ვისაც მე ვიცნობდი, უმეტესობა კითხულობდა ვარდები ნისიათ და ეს არის ელზა ტრიოლეს წიგნი, რომანი და იცით მე მაშინ წავეკითხე, ვიქნებოდი ასე მე-7 კლასელი და ეს იყო ჩემთვის უბრალოდ ტრაგიკული, მძიმე ტრაგიკული ისტორია. მოგეხსენებათ, რომ მე ეხლა წიგნებს, ტრაგიკულ წიგნებს და დრამებს ვერიდები და ამ წიგნსაც არ გავიხსენებდი, უბრალოდ აი ამ თემაზე ჩემს კოლეგებთან. ძალიან ინტენსიური გაცვლის შედეგად უცებ ამომიტივტივდა ეს წიგნის შინაარსი და სულ სხვანაირად დავინახე ეს წიგნი, ვიდრე მე მაშინ მქონდა ჩემი ბავშვური მიდგომით აღქმული. და მინდა რომ თქვენც როგორც მაგალითი მოგიყვანოთ და ვისაც კი ეს წიგნი ვთქვათ და წაკითხული არ აქვს, მე ძალიან იოლად ვიპოვე Google-ში ავტორის და ვარდები ნისიათ PDF-ი, ესე იგი ელექტრონული ფორმით და შემიძლია კიდეც რომ კომენტარში ბმული დავდო და ეს ძალიან იოლად მოიძიება რომ მე გუშინ სიმართლე რო ვთქვა ჩაუღრმავდი და ვეღარ მოვწყდი, ცოტა გვიან დამეძინა მაგის გამო, მაგრამ ბოლომდე არ წამიკითხია. კარგად მახსოვს, ასე მგონია, თუმცა შეიძლება პატარა დეტალები ზუსტად არ მახსოვდეს. აი ნახეთ, იქ არის წიგნი ეძღვნება გოგონას, რომელსაც ყავს დაახლოებით 4 თუ 5 და-ძმა. დედა არის ძალიან სოციალურად განუვითარებელი, მაგრამ ლამაზი ქალი, რომელიც ცხოვრობს ტყის განაპირა ქოხში. მას ყავს მეუღლე, მაგრამ ეს მეუღლე გასცილდება, რადგან ამ ქალს სილამაზის გარდა და უწესრიგობის, რომ ბავშვებს ყურადღებას ვერ აქცევს და ეს ბავშვები ყავს სხვადასხვა მამისაგან, ღალატობს ქმარს. მას აქვს ტოლვა, ამ ტოლვა, რომელსაც ის უარს ვერ ეუბნება და რადგანაც კარგი გარეგნობის ქალი არის, გარშემო საფრანგეთის ერთ-ერთ პატარა დააბა თუ სოფელში ეს გახმაურდა და მას აკითხავენ მამაკაცები და ამ დროს ბავშვები თხის კუნძზე ელოდებიან, როდის დატოვებს სტუმარი სახლს. ბავშვები გარეთ ზიან ესეთ და ელოდებიან. და ის აჩენს აი ესე შვილებს, რომ არც იცის ვისგან აღყავს ეს შვილები. და ერთ-ერთი არის მარტინა და მარტინას ეძღვნება ეს რომანი. ის არის თავის და-ძმებისაგან განსხვავებით ძალიან ჭკვიანი, ძალიან აზრიანი, ძალიან კარგი მეხსიერებით, ძალიან თავისებური და ძალიან ლამაზი. სკოლაში უყვართ,
სოფელში ყველა ეფერება, მას უყვარს ბუნება, ისე უყვარს ტყეში სეირნობა, რომელიც იქვე ახლოს აქვთ, რომ ერთხელ რამდენიმე დღითაც კი დაიკარგა და მთელი სოფელი ეძებდა, გახმაურდა მთელ საფრანგეთში და მოკლედ ეს ამბავი და მოკლედ გახდა ცნობილი კიდევ როგორც ტყეში დაკარგული მარტინა. მას დედა ხშირად სცემს, ცუდად ხშირად ხან კარგად ექცევა, ხან ცუდად ექცევა, მაგრამ ბავშვისთვის ძალიან მიუღებელი არის. აი ეთყობა არქეტიპულად მას უჭირს დედის მიღება, მისი უწესრიგობის, ჭუჭყიანი სახლის მიღება და საერთოდ როგორც შავი ცხვარი თავიდანვე ცდილობს გაემიჯნოს თავის ოჯახს, ეუხერხულება ეს ოჯახი. მას სკოლაში ხავს მეგობარი გოგონა, რომელიც ცხოვრობს დედასთან ერთად, დედას აქვს საპარაკმახელო სალონი და ეს გოგონა სულ სხვა პირობებში ცხოვრობს. დედა ეთაყვანება შვილს, უყვარს, ძალიან მზრუნველობს მასზე და აძლევს უფლებას, რომ მარტინა მოიყვანოს დასაწყისში და შემდეგ სიტუაცია ისე განვითარდება და მას იმდენად შეეცოდება და შემდეგ გრძნობა უჩნდება ამ გოგონას მიმართ, რომ როგორც მეორე შვილი, ისე ჰყავს სახლში. და რადგანაც გოგონა არასრულწლოვანია, დედას უნდა დაეკითხოს. და მოკლედ დაწვრილებით რომ არ მოგიყვეთ თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ, მარტინას უნდა რომ სულ ეს დრო გაატაროს სესილისთან და დედამისთან სახლში და მისთვის არის ტანჯვა და დასჯა ამ საშინელ ჭუჭყიან ქოხში ყოფნა. ის მას ჭამაც უჭირს იქ, დაძინებაც უჭირს, დედა ეუბნება რომ მოდი ჩემთან გვერდით მომიწექი, მაგრამ მას ეზიზღება ყველაფერი იქ. მოხდება ისე, რომ მისი დაჟინებით და ძალიან დიდი დაჟინებით დედა აძლევს უფლებას და ის ფაქტიურად ცხოვრობს ამათთან და შემდეგ ხდება ის, რომ ეს სესილის დედა თავის ძველ შეყვარებულს ის თვითონ ქვრივია და ძველ შეყვარებულთან პარიზში კონტაქტს განაახლებს. ისიც არის პარიკმახელი, სალონი აქვს და გადაწყვეტს, რომ შეუღლდეს მასთან და გადადის პარიზში და აი აქ ეუბნება მარტინას, რომელიც ტირის და ამბობს მე რა მეშველება, შენც წამოდი, როგორც ჩემი შვილი, ისე გიპატრონებ. და ეხლა თქვენ წარმოედგინეთ, რომ მარტინას სიტუაციაში, ეხლა გარედან თუ შევხედავთ, აი რამხელა ბედის, დადებითი ბედის ბორბალია, ესე იგი ამ მთლიან უსიხარულო სიტუაციაში. გოგონა არის ულამაზესი, ნიჭიერი, ყველას მოწონს, თავისი რაღაც განსაკუთრებული ეშხი აქვს და ლაპარაკობენ და ვერ მიმხვდარან რომელი კაცისაგან შეიძლება იყოს. და მას ყავს მეგობარი, რომლის ოჯახმაც მას სახლის და გულის კარი გაუღო. და ისიც ეწებება როგორც ერთადერთ მარშვალ რგოლს შეიძლება ითქვას, ხო? და ის მოდის სახლში, დედამისი ეუბნება უარს. მას 10 თვე უკლია სრულწლოვანებამდე აი ამ დროს. და ის დედას ემუქრება თავის ჩამოხრჩობით, ისეთი სერიოზულობით და იმდენად დამაჯერებლად, რომ დედამისი, რომელიც საშინელი უწმაწური სიტყვებით და ლანძღვით მიუვარდებოდა ხოლმე ამ პარიკმახელ ქალბატონს და ლანძღავდა, რომ შვილი წაართვა და ასე შემდეგ, ეთანხმება და ის ისტერიულად მარტინას სახელიდან გააგდებს, რაც მისთვის არის ძალიან დიდი ბედნიერება. ეს ნიშნავს თავისუფლებას. და უნდა ვთქვა, რომ აი ამ მთელი ხნის განმავლობაში მარტინა არის შეყვარებული ერთ ბიჭზე და რომელსაც ქვია დანიელი. და ამ ბიჭმა იცის, რომ მარტინა შეყვარებული არის. მოკლედ, სკოლის დამთავრების რაღაცა მეჯლისის რაც ჰქონდათ, იქ მარტინას აერჩევენ დედოფლად, იმიტომ ულამაზესი არის, შავით მებით, შავგრომანი, უაღრესად მოხდენილი სახე თუ ტანფეხი. და
ამ ბიჭსაც მოწონება აქვს ამ გოგონას მიმართ, მაგრამ ნიშნავს, რომ პარიზში წასვლით ცილდება ამ ბიჭს. ოჯახი გადადის პარიზში, მარტინას აქვს თავისი სამოთახიან ბინაში, აღმოჩნდება, რომ ის მამინაცვალი, ასე ვთქვათ, მამინაცვალი დავარქვათ, ვიზეც ეს მისი დედობილი ანუ უბრალოდ მამობილი დავარქვათ, ხო? მამობილი და დედობილი კარგად ექცევიან. მარტინა იქ აგრძელებს სწავლობს სპეციალობას, კოსმეტიკაში, ფრჩხილების, ხელების მოვლას და იცით ახლა როგორი გოგონა ყალიბდება, რომელიც არის ძალიან პედანტი, უყვარს აბსოლუტური სისუფთავე და წესრიგი. ყველაფერი უნდა იყოს გლუვი, ახალი გარეცხილი. ესე იგი, დედა იყო საშინელი ბენძური და ის ვითარდება როგორ მას არავინ არ სთხოვს პირიქით იმ ოჯახს სადაც ცხოვრობს, ესე არ არიან, სუფთები არიან, მაგრამ აი ეს მას რაც ჭირს, რომ ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული, უმაღლესი ხარისხის, აი აქ რა კომპრომისები უჭირს, ახალი გამოცვლილი პირსახოცები, ესე იგი ნახეთ, იმდენად ეზარებოდა ის, რომ ის შეგნებულად ემიჯნება აქაც დედას. და იწყებს მერე მუშაობას, სადაც მას ძალიან დიდ პატივს სცემენ, უყვართ, კლიენტებს უყვართ ის და აქვს შედარებით, კარგი ანაზღაურება და პარიზში შეხვდება ამ ბიჭს, რომლის ოჯახიც უკვე რამდენიმე თაობა არის ვარდების გამოყვანით დაკავებული. მათ აქვთ თავიანთი ფერმა, ეს ბიჭი წაიყვანს ისინი დაახლოვდებიან, მოკლედ აი ნახეთ რა ხდება. ბედნიერება ამ ბიჭსაც უყვარს, მარტინა არის მასზე ამდენი წლები შეყვარებული, მისი ოცნებები ხდება. ცხოვრობს ჰარმონიულ ოჯახში, აი იქმნება შთაბეჭდილება, რომ მან უკან მოიტოვა ეს მძიმე წარსული, ეს მძიმე მემკვიდრეობა. და პროფესიულად პატივს სცემენ, შემდეგ ოჯახს რომ წარუდგეს ეს ბიჭი, აღმოჩნდება, რომ მარტინას წიგნების კითხვა და რამე არ აინტერესებს. ეს კითხება რატომ და ის ამბობს, რომ რატომ დავკავდე სხვისი პრობლემებით, მე რაც ჩემი საკმარისი არ მაქვს. შემდეგ ეს ბიჭი მოინდომებს, რომ ის ხელოვნებას აზიაროს და მარტინას გამოფენაზე წაიყვანს. ის ამბობს, არაფერი არ მომეწონა, ამ ყველაფერს რაც დავინახე, მერჩივნა ერთი დაუჩხაპნავი სუფთა ტილო. ესე იგი, აქვე იკვეთება ის, რომ ორივე ძალიან განსხვავებული ადამიანები არიან. მოკლედ, ეს ბიჭი სწავლობს, ეს დანიელი სწავლობს, მაგრამ ასევე უნდა და ცდილობს განაგრძოს მამის საქმე. როცა ის ჩავა ამ ვარდების პლანტაცია დავარქვათ, თუ რაც ფერმა, სადაც ისინი ცხოვრობენ, მათ სახლში, მარტინა იქ ფეხს ვერ მოიკიდებს. ერთადერთი რაც მას იქ მოწონს, არის რომ მიდის ამ სადაც უამრავი ვარდებია და მზის აბაზანებს იღებს შიშველი. ეს არის რაც მას აი ესთეტიკურად იქ მოწონს. დანარჩენი ამ ოჯახის ცხოვრებით ის ვერ ინტერესდება და შემდეგ რა ხდება? მოინდომებენ დაქორწინებას მშობლები, მარტინას დედობილი და მამობილი, მოინდომებენ, რომ მას ჰქონდეს რომანტიკული ქორწილი, ამის ორგანიზებას გააკეთებენ, მიუხედავად დანიელის წინააღმდეგობისა, რომ რა საჭიროა ფულის დახარჯვა აქ. ასევე მათ ისე უნდათ, რომ მარტინა იყოს ბედნიერი, რომ აი კრედიტით შეუძენენ ბინას. ესე იგი, შვილი ხო ჰყავთ სესილი, ამ ქალის ღვიძლის შვილი. მასაც ჰყავს შეყვარებული, მაგრამ აი ეს გადაწყვეტილება არის, რომ ორივეზე ერთნაირად იზრუნოს დედობილმა. აი ნახეთ რამხელა ბედის გამართლება არის, აი მინდა რომ ხაზი გაუსვა, რომ ესე უყვარხარ, დაშეიძინე დედობილი, მამობილი, ყავს ულამაზესი და უკარგესი შეყვარებული, რომელთანაც შენ ქორწინდები და აქ არის ასეთი სიტუაცია, რომ აი თქვენ ალბათ გეცოდინებათ ზღაპარი პრინცესა, რომ ბარდის ეს ზღაპარი ასეთია, რომ
დედა მოინდომებს თავის პრინც შვილს ნამდვილი პრინცესა მოუყვანოს და ცდის ამ კანდიდატებს დააძინებს სანამ გადაწყვეტს დაქორწინებას ის დააძინებს თავისთან ოთახში, სადაც ფუმფულა ლეიბების ქვემოთ ერთი ბარდის მარცვალია და მეორე დღეს ეკითხება როგორ გეძინათ და თუ უპასუხებენ რომ გადასარევად ის ამბობს თქვენ არ ახართ ნამდვილი პრინცესა თუ მეფის ასული და შემდეგ მოდის ვიღაცა რომელშიც მას ეჭვიეპარება ისეთი დამაჯერებელი არ ჩანს როგორც სხვა კანდიდატები რაღაც უფრო ისეთი დიდგვაროვნის თაბეჭლებას არ ტოვებს და ის რომ მეორე დღეს ეტყვის რომ მთელი წელი მტკივა რომ იმ ლეიბების და ფუმფულა ლეიბების ქვემოთ ის ერთი მარცვალი იგრძნო და გერმანულად ეს გამოთქმაც არსებობს როცა ვიღაცა ძალიან აზიზია პრინცესი ნავთი ერბსზე ესე იგი გაროხის ანუ ბარდის მარცვალზე ესე იგი პრინცესა რომელიც ამას ამჩნევს და აი დაახლოებით ასეთი აზის გოგონად ყალიბდება მარტინა. მას უნდა რომ კონდეს ყველაფერი კარგი ხარისხის და აი ამ ბინის მოწყობას ისეთი სესხებით შეუდგება ის მას მოინდომებს რომ ყველაფერი ერთბაშად ჰქონდეს. რაშიც მისი მეუღლე ეწინააღმდეგება არ აქვს ამდენი საშუალება. ის კი იძენს და იძენს. უნდა რომ ეს კომფორტი ჰქონდეს და უნდა რომ ეს კომფორტი შეირგოს. სამწუხაროდ ამ თავს დაივალიანებს და უნდა მოგახსენოთ რომ მარტინას სახლი არის ისეთი გაკეწკეწებული ყველაფერს აკეთებს უმაღლეს დონეზე. აი ამ ვალებიდან ამოსვლა ისე უჭირს ოჯახი ეხმარება მისი დედობილი ლომბარდში თავის ძვირფას ოქროს ცეცხლსაც კი მიიტანს და ამ დროს მას ეს მამობილი ეუბნება რომ აი მარტინა უყვება ზღაპარს რომელიც ასევე ძალიან ღრმა შინაარსს არის ოქროს თევზის და მეთევზის ცოლის ამბავი რომ დაიჭერს თევზს და ეუბნება გამეშვი და მე შენ სურვილს შეგესრულებ მეთევზე რომ მოვა ცოლი გაუწყრება რომ შენ უვახშმოდ დაგვტოვე და ეუბნება არა აი ნახე ისურვებს ერთ სურვილს შეუსრულდება მეორე სურვილსაც ნუ ყველაფერი ულამაზეს სახში ცხოვრობს ყველაფერი აქვს და შემდეგ კი კიდევ დახარბდება და მოინდომებს რომ თვითონ ეს ოქროს თევზი მას ემსახუროს და ისევ უცებ არაფერი აღარ აქვს და ესეც ხშირად აქაც ხშირად მისმის გერმანულ რეალობაში მეთევზე და მისი ცოლის ამბავად და აი მამობილი ეუბნება რომ ატყობენ რომ ეს აჭარბებს აქვს ეცით აი რასაც ის აკეთებს აი ამ ყველაფერი ერთად ეს არის აი ხა მაშინ იმდენად ჩემი ცოდნა ფსიქოლოგიური ცოდნა არ მქონდა მაგრამ ამას აკეთებს ადამიანი რომელსაც შინაგანი დეფიციტის შეგრძნება აქვს და მარტინას მისი ცხოვრებიდან გამომდინარე აი როგორც გაჩნდა როგორც დაიბადა ეს დეფიციტის შეგრძნებას დებს ის პატარაობაში მის პირველ წლებში და შემდგომაც მას ჰქონდა უაღრესი დეფიციტები მოვლაში, სიყვარულში და საერთოდ უზრუნველობაში. და აი იმისი კომპენსირება ამ დედობილის სიყვარულით, ამ ახალი შეძენილი ოჯახის სიყვარულით არ ხერხდება. და აი გავს იმ ადამიანს რომელიც მიექანება თავის რაღაც ძალიან ცუდი შედეგისაკენ ისე რომ ვერ ამჩნევს და გონია რომ აკეთებს ყველაფერს სწორედ ის ვერ ჩერდება მოხდება ისე რომ მე რაღაც კონკურსში მიიღებს მონაწილეობას რადიოს კონკურსში და ძალიან სერიოზულ თანხას მოიგებს და აი ყველა ვალებს გაესტუმრებს და როცა ამ რომანს კითხულობ, აი ამ მომენტში გონია რომ ახრა კარგი არის. აი ეხლა კი ისწავლის ჭკვას. აი ეხლა კი მოეგება გონზე, რომ ცოტა ქმრის ოჯახით უნდა დაინტერესდეს, რომ მარტო მისი სურვილები და ეს ბინა არ არის ცენტრი, მაგრამ ის ასევე აგრძელებს მათი სიყვარული, მათი ურთიერთობა იტანჯება ამ მისი ცალმხრივი აღქმიდან, მაგრამ მას სხვანაირად არ შეუძლია. და შემდეგ კიდევ მიუხედავად აი ამ მოგებისა, მიუხედავად აი ამ სერიოზული თანხებისა, კიდევ ვალებში
ჩაეფლობა და მოხდება ის, რაც ხდება ცხოვრებაში. მისი მეუღლე გადაეყრება ნაკლებად გარეგნულად ნაკლებად სრულყოფილად ქალს, რომელიცაც აინტერესებს ვარდები, რომელსაც უნდა რომ ერთად ეს ერთი ცხოვრება აგონ ერთი ინტერესით. და აი რომ მოსთხოვს მარტინას რომ გაყრას, მას დაემართება ფსიქიკური კრიზისი, რომელიც ისე მძაფრად არის აღწერილი ამ მწერალი ქალის მიერ და ის არის მოსკოვში დაბადებული, შემდეგ საფრანგეთში გადასული ეს ქალბატონი ელზა ტრიოლე. და ექიმი, რომელიც მოვადა ძლიერი გამაყუჩებლებით მას დაეხმარებიან, ამბობს, რომ ასეთი სრულყოფილება არ უნახია და როგორ ვერ შეძლო მან თქვენი შენარჩუნება. გარეგნობით მობოდიშებით ეუბნება დანიელს და ის კი ამბობს, რიცით მე ჩემი ბედნიერებისათვის ნაკლებად სრულყოფილი ვიპოვე. და წაიყვანენ ფსიქიატრიაში მარტინას, ფსიქიატრივლიდან რომ გამოვა, ის არის უკვე შეცვლილი. ის მოდის თავის დედოფალ მამობილთან, მისი და არის უკვე ბედნიერად შეყვარებული და ის ემზადებიან ქორწილისათვის და იცით ახლა ნახეთ რა ხდება. ის სახლში არავის აღარ უშვებს და მისი გაკრიალებული, გალამაზებული სახლი ნაგავსაც არ ყრის, არც რეცხავს არაფერი და ემსგავსება იმ საშინელ ქაოსს და იმ საშინელ სიბინძურეს, რომელიც იყო დედამისთან, რომელიც მას ასე სძულდა. მანამდე ხდება ის, რომ მარტინა, რომელიც ვერ შვილი არ ეყოლება მას და ესეც აი მაშინ კიდევ უბრუნდება დედას და ამბობს, ნახეთ, ესე იგი დედაჩემიც კი მჯობნიდა აქ რომ რამდენი შვილი გააჩინა, მე შვილსაც ვერ ვაჩენ. ესე იგი ეს კი ჩაწყვეტავით უმეს ხაზი დედასთან, მაგრამ ამით იმის თქმა მინდა რომ ჩვენ და როცა დაწერს ვინმე რომ ასეთი ტოქსიკური ურთიერთობა გვაქვს და დაუწერე რომ შენ უნდა გაემიჯნო, კი ბატონო უნდა გაემიჯნოს, მაგრამ ეს ხაზების ჩაწყვეტა არ ხდება ფიზიკური გამიჯვნით, თუნდაც შენ დედამიწის მეორე მხარეს გადახვიდე საცხოვრებლად. და მოხდება შემდეგ ისე რომ ის მას ეკარგება мотиваცია, კი მუშაობს. და ახლა მე ყველა დეტალებს ასაკრელი არ მოგიყვები, ძალიან ბევრი საინტერესო დეტალები არის და ის უკვე ყველა ბევრს ჭამს გასუქდა. მართალია ულამაზესია და ყველა ქუჩაში ყურადღებას აქცევს და შემდეგ მასთან მოდის წერილი, რომ ის არის ერთადერთი მემკვიდრე იმ ნაკვეთის, რომელიც დედის სახოხი იდგა, რომ ყველა დაძმა თურმე ანტიბერკულოზით მოუვლელობით ცუდი პირობებით დაიღუპა, ვინც არ იძებნება და ის არის ერთადერთი მემკვიდრე. და იცით, ის მედის და აქ ძალიან ტრაგიკულად მთავრდება, ის რჩება ამ ქოხში, სადრომლებიც ვირთხებით არის სავსე და მოკლედ მე ამ ტრაგიკულ ბოლოზე აღარ მინდა ვილაპარაკო რა ხდება, მხოლოდ ის, რომ მარტინა ბრუნდება იქ, საიდანაც დაიწყო, სამწუხაროდ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებამ აი ასეთი უზარმაზარი შანსები მისცა, უბრალოდ აი ესეთი ვერცხლის სინზე დაუდო ეს შანსები, ის ვერ გაექცევა თავისი ოჯახის აჩრდილს, ის ვერ გაექცევა თავისი დედის აჩრდილს. და ეს იმიტომ, რომ აი მან ვერ შეძლო იმ ბლოკადებია, ის ქცევები არის, ის მენტალიტეტია, რომელიც დედას ჰქონდა და ალბათ მის სხვა წინაპრებსაც მისგან განთავისუფლება. და აი ეს ტრაგიკული რომანი ნამდვილად ძალიან ტრაგიკულად მთავრდება
არის კიდევ მაგალითი იმის, რომ ეს ქალბატონის მწერალი ელზა ტრიოლე ეტყობა საიდან რაღაცა აკვირდებოდა, რაღაცა პარალელები დაინახა, რაღაცას ალბათ რეალური ცხოვრებიდან აიღო, აღწერს იმ ოჯახურ დრამას, აი ამ ქვეცნობიერად იმ ოჯახური სტრუქტურების გაგრძელების დრამას, რაც მარტო ამ ოჯახში კი არა, ყველა ჩვენთან მეტნაკლებად ღმერთმა ყველა დაიფაროს ტრაგიკული სიტუაციებისაგან ხდება. და როცა მე ვკითხულობ აი ამდენ თუ თქვენ ხართ ფსიქოლოგიურ ჯგუფებში, აი აუცილებლად თუნდაც ხშირად არ ჩაიხედოთ, აი უმეტესი პოსტები ეძღვნება დედასთან ურთიერთობას და ასევე პარტნიორთან ურთიერთობას და აქაც ძალიან დიდ როლს თამაშობს ოჯახში დანახული და განცდილი. რადგან ჩვენ აი როცა გოგონა აძლევს როცა ახალგაზრდა ქალზე ძალადობს ქმარი ფიზიკურად და ის იტანს ამას. იტანს როგორც დიდი პროტესტის შეგრძნება აქვს, მაგრამ არის ძალიან ბევრი შემთხვევები, ასევე ცნობილ ადამიანებშიც, რომ აი ესეთი წლების განმავლობაში არაფერს არ ამბობს და ეს ქმარი ფიზიკურად უსწორდება მას. იცით, როდის ვერ ვახერხებთ პროტესტს? როცა ეს რაც ჩვენ გვემართება, ჩვენთვის ნაცნობი და მშობლიურია. აუცილებლად თუ ჩავიხედებით მის ბავშვობაში, მას ბავშვობაში ფიზიკურად სჭიდნენ. ის ფიზიკური დასჯა, რაც მოდის მეუღლისაგან, იწვევს იმ რაღაცა ისეთ ნაცნობობის, მშობლიურობის შეგრძნებას, რომელზეც მას მხოლოდ მოგვიანებით შეიძლება წლებით და შეიძლება ვიღაცამ შეაჯანჯღაროს და უთხრას, რომ შენ ამას როგორ უთმენ, ხო? აი მხოლოდ და მხოლოდ შინაგანი ძალდატანებით აქვს ამაზე რეაქცია. ასევე, როცა მაგალითად მამა ან პაპა ოჯახში არის ძალიან რთული სიმთვრალის შემთხვევა და შეიხვედრებს ქალი მამაკაც, რომელსაც აქვს ასევე ძალიან რთული სიმთვრალე და წესით ხო პირველად რომ გამოავლენს, უნდა რომ მიტყვიან ეს განგაში ზარემა დარეკოს და თქვას, რომ მე იქით დავიტანჯე, ამას უნდა სასწრაფოდ გავექცე და ძალიან ხშირად ითმენს და მანამდე თუ არ არსებობდა, იცით, აი თუ არ იყო საშუალება, რომ ჩვენ ქონოდა გაცვლა, აი თუნდაც ესეთი ვიდეოები, ახლა იმდენი მასალა, იმდენი დახმარება არის, რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველამ უნდა, რომელსაც ყველას გვაქვს ჩვენი ეს ვირტუალური ზურგჩანთა, რომელშიც სიმძიმეებია და ყველამ უნდა შევეცადოთ, რომ ეს ზურგჩანთა შევავსუბუქოთ. რადგან გარდა ჩვენი ცხოვრებისა, ჩვენ ამას ვაგრძელებთ ჩვენ შვილებზე. აი ჩვენ მოვითმინეთ, მერე შვილებს გადავეცით. და პირველი ნაბიჯი კი არის იმის გააზრება, რომ აი ეს რაც ეხლა ხდება, არის ჩემი ოჯახის ისტორიიდან გამომდინარე და ამის გაცნობიერება არის მხოლოდ საკუთარ თავზე კარგი დაკვირვების შემთხვევაში. ეხლა გამახსენდა სწორედ, რომ ერთ წიგნში თუ ფილმში მახსოვს ასეთი შემთხვევა, რომ ქალს არ უნდა, რომ რაღაც უნდა, რომ დედას გაემიჯნოს, არ აქვს კარგი ურთიერთობა, უпростоრად არ მოწონს ბევრ ქცევაში საკუთარი დედა. და ის ამბობს, რომ აი რაღაც ასაკში რომ შევედიო, ღმერთო ჩემო, მეო ისევ ლაპარაკობო, როგორცო ჩემი დედაო. ესე იგი, დედისადმი სიყვარული და პატივისცემა არის ყველა ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ფაქტია, რომელსაც ვერ გავექცევით, რომ ბევრი დედა სიყვარულით, თუ მზრუნველობით, თუ ასევე დომინანტობით ზიანს აყენებს საკუთარი შვილის ფსიქიკურ და შემდგომ აქედან გამომდინარე ფიზიკურ ჯანმრთელობას და აი
აქ ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, ეს არ ნიშნავს, რომ მოხდეს ანგარიშსწორება ან ცუდი ემოცი პირიქით, ჩვენ უნდა გავასუფთავოთ, აი ეს რომ იტყვიან, როგორც გერმანელები იტყვიან, ესე იგი reinen Tisch machen, ესე იგი ეს ურთიერთობა დავაჰარმონიოთ და ეს არის შესაძლებელი მაშინაც, როცა დედა უკვე ცოცხალი არ არის. უფრო სწორად, მაშინ უფრო იულად არის ეს შესაძლებელი. მოკლედ, იმედი არის, რომ აი ეს პირველი ვიდეო ამ მიმართულებით დედაშვილობა თქვენთვის გარკვეულწილად საინტერესოდ ჩავწერე, ხო, აი ბოლოს მინდა ხაზი გავუსვა, როცა ჩვენ ვიმეორებთ ისტორიას თუ ურთიერთობებს თუ ქცევას, რომელიც იყო ჩვენი ოჯახისათვის დამახასიათებელი. ან ვართ მსგავს სიტუაციაში პარტნიორობა თუ რა არის, როგორც იყო დედა ან ბებია. ამას ჩვენ პროფესიულ ენაზე ქვია ამას ლოიალურობა. ლოიალურობა დედის მიმართ, ოჯახის წევრის მიმართ, იმიტომ თითქოს შენ აი მხარს უჭერდევნები, რომ მეც შენს ბედში ვარ, შენ სიტუაციაში ვარ, მაგრამ ეს ხდება უმეტესად გაუცნობიერებლად. ასე რომ მოდი გავაცნობიეროთ ჩვენი ცხოვრება, ყველაფერს თავისი ადგილი, მივუჩინოთ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, არა ანგარიშსწორებისათვის, არა ურთიერთობების გაუარესებისათვის, ანუ პატივცემულობისათვის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენდამი და ასევე ჩვენი ოჯახებისადმი სიყვარულის საფუძველზე. ბოლოს იქნება დავდებ ასევე ჩემს პატარა ანკეტას, თუ გაინტერესებთ, რომ თქვენთან მოგიწვიოთ თქვენი ელფოსტით, თუ დავაპირებ ამ მიმართულებით მუშაობას უფრო ინტენსიურად, ვიდრე ეს იმპულსური ვიდეოები არის, გთხოვთ, რომ აი ეს ანკეტა შეავსოთ, რათა თქვენთან დაკავშირება შევცლო. გისურვებთ სასიამოვნო დღეს. კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა.